ალბათ ყველას გსმენიათ ენერგოვამპირები, ტოქსიკური ადამიანები და ასეთი წოდებები ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც ერთ მარტივ რამეს აღნიშნავს. ენერგოვამპირი ადამიანები უბრალოდ ჩვენს ენერგიას იღებენ და გვართმევენ ისე, რომ ჩვენ არ გვეკითხებიან, ანუ ვამპირობენ ჩვენს ენერგიაზე. ეს ყველაფერი განისაზღვრება მხოლოდ ერთი რაღაცით, ეს არის ტორსიანული ველი, იგივე ტორსულ ველსაც უწოდებენ და ფუნქცია არის ძალიან მარტივი. ადამიანი, რომელიც არის ჰარმონიული თავის თავში და ენერგეტიკაში, ის უბრალოდ გამოიმუშავებს, აი ჩათვალეთ, რომ შიგნიდან გარეთ მოედინება ეს ენერგია, ანუ შიგნიდან გარეთ გამოიმუშავებს ენერგიას. ხოლო ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს ენერგეტიკის ფუნქცია, ის მისი აურა არის დაშლილი და ის გარედან შთანთქავს ენერგიას შესაბამისად სხვა ადამიანებისგან და გარემოებებისგან. შესაბამისად ერთადერთი გარჩევადობა თუ როგორ დაიჭიროთ ადამიანებთან ურთიერთობა, მხოლოდ არის ეს ადამიანებთან ურთიერთობა გაძლევთ ენერგიას თუ გართმევთ ენერგიას. თუ გაძლევთ ენერგიას, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან დაბალანსებული აურა და ენერგეტიკული ველი აქვს, ხოლო თუ გართმევთ ენერგიას, მაშინ ის ეგრეთ წოდებული ენერგოვამპირიზმით არის დაკავებული, მისი ველი არის დაზიანებული და ის ყოველთვის წაგართმევთ ენერგიას. აქ მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი კეთილია, ბოროტია, ასეთია, ისეთია, ეს ყოველთვის ასე იმუშავებს, იმიტომ რომ მათი ენერგეტიკული ველი მუშაობს ასე. კურსი რედფილის შესახებ სრული ინფორმაცია არის აპინულ პოსტში ინსტაგრამზე, ხოლო წინა ნაკადების ფიდბექებს ნახავთ ჰაილაითებში.